სამხედრო კატარღების საქართველოს სანაპირო დაცვისათვის ბათუმის პორტში გემების გადაცემის საზეიმო ცერემონია შედგა. ორი ქართული წარმოების კატარღის მოდერნიზაციისათვის ამერიკამ $2 მილიონი დახარჯა და ისინი სამაშველო სამუშაოებისა და სანაპირო დაცვისთვისაა განკუთვნილი. კატარღების მოდერნიზება ქართული ინჟინერების მიერ განხორციელდა. ამერიკის სახელმწიფო მდივნის თქმით, კატარღების მთავარი მიზანი საქართველოს ტერიტორიული წყლებისა და სუვერენიტეტის დაცვაა. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა პრემიერ-მინისტრ გილაურთან და შეერთებული შტატების ელჩ ჯონ ბასთან ერთად ბათუმის პორტი მოინახულა. ჰილარი კლინტონმა ქართული მხარისთვის საპატრულო კატარღის გადაცემის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მოგესალმებით, მინდა გამოვხატო მადლიერება ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დღევანდელ დღეს ორგანიზება გაუკეთა. დაწყებული შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მათ შორის გენერალ ზაზა გოგავას და მინისტრის მოადგილეს. ჩემთვის დიდი პატივი აქ ყოფნა პრემიერთან, აჭარის ხელმძღვანელთან, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან და სანაპირო დაცვის ხელმძღვანელთან ერთად. ასევე მადლობა ტექნიკურ ჯგუფს, რომელიც კატარღის მოდერნიზაციაზე მუშაობდა. საქართველოში კიდევ ერთხელ სტუმრობა პატივია. ჩემი წინა ვიზიტისას აღვნიშნე, რომ დავბრუნდებოდი და აი დღეს აქ ვარ, ამ ულამაზეს ქალაქში. ბათუმის პორტს საუკუნეების ისტორია აქვს. ის ტურისტებისთვის, ვაჭრებისთვის, მეთევზეებისთვის დიდ ინტერესს წარმოადგენდა, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ მისი სიდიადის დღეები ჯერ კიდევ წინაა. ეს წყლები საქართველოს დანარჩენ სამყაროსთან აკავშირებდა და ხიდის ფუნქციას ასრულებდა დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის. დიდი მადლობა სანაპირო დაცვის წევრებს, რომლებიც ერთგულად ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას. დღეს საქართველოს გადმოეცა კატარღა ფაზისი, რომელიც აბსოლუტურად მოდერნიზებულია და უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი და სანაპირო ზოლის დაცვაში დაგეხმარებათ. ქართველები და ამერიკელები ერთად მუშაობდნენ მის მოდერნიზაციაზე. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს $10 მილიონი გამოუყო 2009 წელს, რათა გაეძლიერებინა სანაპირო დაცვა. სამი საპატრულო კატარღის გარდა აშენდა გემების სარემონტო ობიექტი, სადაც მოხდება მოდერნიზაცია, სათვალთვალო მოწყობილობის და თანამედროვე ტექნოლოგიების დამონტაჟება. ეს ნაბიჯები ამერიკის პოლიტიკის ნაწილია, რომელიც საქართველოს საზღვრის კონტროლის გაძლიერებას და სუვერენიტეტის დაცვას უჭერს მხარს. ჩვენი მხარდაჭერის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგები. ეს ხელს შეუწყობს ნატოსთან დაახლოებას. ჩვენი მიზანი საქართველოსთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაა. საქართველოს სანაპირო დაცვა საქართველოს და მთელი რეგიონის სტაბილურობაში შეიტანს წვლილს. სახმელეთო ძალებთან ერთად შესაძლებელი იქნება აღიკვეთოს ნარკოტიკების უკანონო გადატანა, ადამიანების ტრაფიკინგი და პოტენციურად ბირთვული იარაღის კონტრაბანდა. ეს არსებითად მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე რეგიონისა და მსოფლიოსთვის. ამერიკა მუდამ საქართველოს გვერდითაა და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტს. გფარავდეთ ღმერთი. ღონისძიების ფარგლებში სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელმა ზაზა გოგავამ ჰილარი კლინტონსა და ამერიკის ექსპორტ კონტროლისა და საზღვაო მრჩეველ დენიელ ოუენს სასაზღვრო პოლიციის სიმბოლური медаლი გადასცა. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს დახმარებით აშენებული, მოდერნიზირებული, სრულიად ყველა დეტალი არის საქართველოში შესრულებული უთანამედროვესი სტანდარტებით და შემიძლია დავასახელო მისი პარამეტრები, მისი ეკონომიური სვლა 24 კვანძია, მაქსიმალური 32 კვანძი, ძალიან სწრაფია ესეთი ზომის საპატრულო კატარღებისათვის. პლუს ამას ის აღჭურვილია უთანამედროვესი რადიოტექნიკური საშუალებებით. ეს არის გრიფის ტიპის საბჭოთა წარმოების კატარღა PS9. ასეთი ტიპის საპატრულო კატარღა შავ ზღვაში ჯერ კიდევ 90-იან წლებში ცურავდა. თუმცა საბჭოთა წარმოების ახლა მხოლოდ კორპუსი დარჩა. კატარღა მთლიანად კავშირგაბმულობისა და თანამედროვე სარადარო სისტემითაა აღჭურვილი. ამ კატარღის სრული მოდერნიზება მოხდა საქართველოში, მოხდა ქართველი სპეციალისტების მიერ, ქართველი ინჟინერების მიერ შემუშავდა ეს პროექტი და რომელიც შემდეგ იქნა გაკეთებული. ეს კატარღა აღჭურვილია თანამედროვე კავშირგაბმულობის, რადიოტექნიკური და ნავიგაციის საშუალებებით. კატარღას აგრეთვე შეუძლია აწარმოოს სამაშველო ოპერაციები, შეუძლია აწარმოოს გადასხმა აბორდაჟის ჯგუფის, აგრეთვე სხვადასხვა საზღვაო ოპერაციები. ბათუმის პორტში გამართულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრ გილაურთან ერთად შინაგან საქმეთა მინისტრისა და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეები ესწრებოდნენ. ეკა ზღულაძემ და ბათუ ქუთელიამ კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა. ყველაფერი ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ძალზედ ღრმა სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
ახალ განზომილებებს შეიძენს და ძალზედ მნიშვნელოვანი წვლილი იქნება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში. ახალგაზრდა დემოკრატიისთვის, ახალგაზრდა ქვეყნისთვის, რომელიც მიუხედავად ძალიან სერიოზული გამოწვევებისა, როგორც შიდა ისე გარე გამოწვევებისა, აგრძელებს მაინც რეფორმების პროცესს, რომ ამაში არ არის მარტო და ისეთი ლოიალური და მუდმივი პარტნიორების იმედი და ძლიერი პარტნიორების იმედი შეგვიძლია გქონდეს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები. საპატრულო კატარღის გადმოცემა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში მოხდა, რომელიც სამხედრო სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს.